ტირზნისიდან გატაცებული ბავშვების საკითხით ამერიკის კონგრესი დაინტერესდა საკანონმდებლო ორგანოს თანათავმჯდომარეებმა ელისონ შვარცმა და ბილ შუსტერმა შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ფილიპ გორდონს სპეციალური წერილით მიმართეს და საკითხის დეტალური შესწავლა მოსთხოვეს. 4 ნოემბერს გიორგი რომელაშვილი, ალეკო ცაბაძე, ვიქტორ ბუჩიკური და ლევან ხმიადაშვილი ცხინვალმა საზღვრის დარღვევაში, იარაღის დამზადებასა და აფეთქების მცდელობაში დაადანაშაულა. 4 ბიჭი, რომელთა ასაკი 14-დან 17 წლამდეა, ამ დრომდე ცხინვალში წინასწარი დაკავების საკანში რჩება. მომხდართან დაკავშირებით ევროკავშირმა და ევროპის საბჭომ შეშფოთება გამოთქვეს და მოზარდების დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვეს. ჩვენ უკიდურესად შეშფოთებული ვართ იმით, რომ არასრულწლოვანთა უფლებების დაცვა საერთაშორისო ნორმების სტანდარტებით არ ხდება, ნათქვამია წერილში. ამერიკელი კონგრესმენები ფილიპ გორდონს მოზარდების გატაცების საკითხის გულდასმით შესწავლას და მათი გათავისუფლების საქმეში დახმარებას თხოვენ. ტირზნისიდან ბავშვების გატაცების ფაქტზე იტალიის ელჩმაც ისაუბრა და მომხდარი უკანონო ქმედებად შეაფასა. იტალიის ელჩმა და სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში შეხვედრისას ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებაც განიხილეს. საუბარი დეოკუპაციის პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობის ჩართულობას მიეძღვნა. იაკობაშვილის განმარტებით იტალიის ელჩისგან ქართულმა მხარემ მიიღო პირობა, რომ იტალია საქართველოს საერთაშორისო პროექტების განხორციელებაში დაეხმარება. ეს დაკავება არის უკანონო და ბავშვები უნდა იქნან განთავისუფლებულები ყოველგვარი პირობების გარეშე. ეს არის უკვე ცივილური სამყაროს მოთხოვნა და არაცივილური ქმედებები მეორე მხრიდან, როცა ეს ბავშვები ჯერ კიდევ არიან ტყვეობაში, უკვე სერიოზულად გვაფიქრებს, რომ რაღაც გაუგებარ მოვლენასთან აქვს საქმე.